მოგესალმებით მეგობრებო და მოგესალმებით გამარჯვების სრული რწმენით. ეს ერთი და მოგესალმებით უზღვავი ენერგიით და იმედით სავსე. ეს ორი. ასია ეს და უბრალოდ გიზიარეთ ამ ჩემს ემოციებს, მაგრამ ემოციები იქით იყოს. და ხვალ კი რეფერენდუმი გვაქვს ქვეყანაში. კენჭისყრა გვაქვს ქვეყანაში, რომლითაც ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვარ. მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ მოვიშორებთ ქვეყნის დამაქცევარ ხელისუფლებას. გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ დავადგებით ნათელი მომავლის გზას. აი მომავლის, სადაც არც სიღარიბეა და არც შიმშილი. აი მომავლის გზას დავადგებით, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლებაა. აი მომავლის გზას დავადგებით, სადაც სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებელია. პოლიცია მთლიანად დეპოლიტიზირებულია და სუსად წოდებული სამარცხვინო პოლიტიკური ჟანდარმერია კი გაუქმებულია. დღეს ყველა ვხედავთ ოცნების ისტერიასა და ჩამოშლას მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების გამო. ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად. თელ სოფლიოში აბუჩად არაეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადათ კაცი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას. მას სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის. დღეს ის ნამდვილად საქართველოშია. ის დააკავეს, მაგრამ მან იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი. ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც. ციხეში ყოფნა არაა პრობლემა, განსაკუთრებით მისთვის. პრობლემა არის, როცა ქვეყანა ემსგავსება დახალსებულ ციხეს და ეს არის მისთვის განსაკუთრებული პრობლემა. საერთო გამარჯვების შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილიც, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას. ჯერ ციხიდან, მაგრამ ძალიან მალე თავისუფლებაზე. მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, რაც თქვა. ეს თავდადებული ნაბიჯია, მან თავისი თავისუფლება დათმო ამ რეჟიმის დამარცხებისთვის. ჩვენი თავდადება კი დღეს და ხვალ ბევრად მარტივ რამეში უნდა გამოვხატოთ. ავდგეთ ხვალ, დავდგეთ რიგში, ავიღოთ ბიულეტენები და დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის ოცნება. შემოხაზეთ ნებისმიერი 51-ის გარდა. ხოლო ნაციონალური მოძრაობის ყველა მომხრეს მხარდაჭერს ამორჩეველს დამატებითი ვალდებულება გვაქვს. ჩვენი არჩევანით დავიხსნათ პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს ჩვენი სურვილიც არის ამ წუთიდან და ვალიც არის. და რაც თავარია, ჩემო მეგობრებო, ხვალ ჩვენ მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომლითაც გავარღვევთ ქართული ოცნების დანერგილ მანკიერ წრეს. სიძულვილით, ბოღმით და დაპირისპირებით დახშულ წრეს გავარღვევთ ხვალ. და სრულიად დარწმუნებული ვარ, მეტიც მის ხალი ეჭვი არ მეპარება. ხო შეიძლება ოდნავ მაინც გეპარებოდეს ადამიანს ეჭვი, რომ ხვალ ჩვენ ყველანი ერთად დავადგებით ჩვენი სამშობლოს გადარჩენის ერთადერთ გზას. და რატომ დავადგებით ერთადერთ სწორ გზას? დავადგებით, რადგანაც უბედურია ის ქვეყანა, რომელიც შეგნებულად და გაცვლილად სიძულვილით იმართება. სადაც ხელისუფლება თავის შანსებს არა ერთიანობაში, არა შეკავშირებაში, არა კონსოლიდაციაში ხედავს. არამედ დანაწევრებაში ხედავს, დაყოფაში ხედავს, მტრობაში, სიძულვილში ხედავს. და ჩვენი ყველაზე სამშობლო არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა იყოს უბედური. ჩვენი ქვეყანა არ არის ზიზღის და სიძულვილის სამშობლო. არ არის. და ხვალ ყველანი ერთად ვეტყვით ივანიშვილს, რომ მისი რეჟიმი, რომელიც სამი სიტყვით გამოიხატება, გააღატაკე, გაანადგურე, დაჩაგრე, ამ კაცმოძულე რეჟიმს ვეტყვით და აუცილებლად ვეტყვით ხვალ, რომ დრო ამოიწურა, რომ მოთმინების ფიალა აივსო, მეტიც გადაივსო, რომ დროა გაქნენ ისინი როგორც სუდი სიზმარი, რომ ბნელი დამარცხდა და ჩვენ, ეს თავდადლობის გარეშე უნდა ვთქვა, ჩვენ სინათლის მხარეზე მდგომებმა, თქვენ ძვირფასო მოსახლეობა, ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო, თქვენ სიკეთის მხარეზე მდგომებმა, ჩვენ ყველამ ერთად ისტორიის მხარეზე მდგომებმა, ჩვენ სამშობლოს პატრიოტებმა გავიმარჯვეთ. ეს უნდა ვთქვათ ხვალ და ვიტყვით აუცილებლად. ხშირად მეკითხებით თქვენ, რა იქნება შემდეგ? აი 2 ოქტომბრის რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ რა იქნება? ეგეთქვით რა იქნება? იქნება ლეგიტიმაციისგან დაცლილი და ფეხქვეშ მიწა გამოცლილი დამარცხებული მოძალადე.
მოძალადე რეჟიმი და ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დაინიშნება ვადამდელი რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები. აი ეს იქნება და შემდეგ იქნება გამარჯვება. უკვე ვადამდელ არჩევნებშიც იქნება გამარჯვება და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება პატრიოტი, წესიერი, პროდასავლური ძალების კოალიციისთვის. დიდი ისტორიული წერტილის დასმა ქართული ოცნების უმძიმესი მმართველობის წლებზე აი ეს იქნება მერე. მშვიდი ზიზღისგან დაცლილი, განვითარების გზაზე დამდგარი საქართველო, აი ეს იქნება მერე. ვეღარავინ ჩაიწერს ჩვენი და ჩვენი ექიმის საუბარს, მოძღვართან აღსარებებს. ვერავინ დაგვიხოცავს 20 წლის ინოვატორ ბავშვებს მომავლიდან. აი ეს იქნება მერე. ჩვენ აღარასოდეს აგვერევა ერთმანეთში მტერი და მოყვარე. ჩვენ მივახცევთ ჩვენ მიზნებს და გავხდებით ნატოსა და ევროკავშირის წევრები. და ვერანაირი ძალა ვერ გაგვიყვანს დასავლური სივრციდან. აი ეს იქნება მერე. და ბოლოს ჩვენ ვიქნებით იმდენად მიმზიდველი, განვითარებული და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ქვეყანა, რომ ჩვენი ერთიანობა და ტერიტორიული ინტეგრაცია თავისთავად დადგება დღის წესრიგში. საქართველო გაერთიანდება და ეს ისტორიული მწვერვალი იქნება მერე 2 ოქტომბრის რეფერენდუმში გამარჯვების მერე, რომელიც აუცილებლად დადგება ხვალ და არა ზეგ, ხვალ. და ამას ჩვენ ხვალ ერთობით მივახცევთ. მეგობრებო, ხვალ ყველანი ერთად, ორგანიზებულად და მშვიდად მივდივართ საარჩევნო უბნებთან. მივდივართ, რომ შემოვხაზოთ ნებისმიერი გარდა 41-ისა. მივდივართ, რომ შევცვალოთ ბნელი ნათელით. აი ამისთვის უნდა წავიდეთ. მივდივართ, რომ უმუშევრობა დასაქმებით ჩავანაცვლოთ, გულგრილობა მზრუნველობით ჩავანაცვლოთ, კორუფცია წესიერებით. არ მოვიდა ამისით, რომ რა თქმა უნდა მოვიდა ხვალ და არა ზეგ. ზარცვა და გაღატაკება, განვითარებით და სიმდიდრით უნდა ჩავანაცვლოთ. ჩვენ მივდივართ, რომ გავიმარჯვოთ და არა ვინმე დავამარცხოთ. ვიმეორებ, ჩვენ მივდივართ ხვალ საარჩევნო უბნებთან, რომ გავიმარჯვოთ და არა ვინმე დავამარცხოთ. გავიმარჯვოთ ჩვენი სამშობლოს, თითოეული ჩვენგანის და ყველა საერთო გამარჯვების მოსაპოვებლად. და ამაში არც მოუცვლელობა, არც უამინდობა, არც სიზარმაცე, არც რაიმე სხვა მიზეზი არ შეგვიშლის ხელს. რადგან სამშობლოს სიყვარულმა არ იცის უამინდობა და დამეთანხმებით ამაში. რადგან სამშობლოს სიყვარულმა არ იცის მოუცვლელობა. სამშობლოს სიყვარულმა არ იცის გულგრილობა. რადგან სამშობლოს სიყვარულისა და დაცვის გზაზე პატრიოტი მოქალაქეები არასდროს ისვენებენ. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების, ჩვენი დედების, ჩვენი მამების, დების, ძმების, ნათელი მომავალის მხოლოდ ერთი ხელის მოძრაობით გადაწყვეტის ფუფუნებას ისტორია ყოველთვის არ იძლევა. დიახ, ერთი ხელის მოძრაობით. ანუ ნებისმიერის შემოხაზვით 41-ის გარდა, ხვალ ყოველი ჩვენგანი პირადად შედის ქვეყნის ისტორიაში. დადგა დრო გამარჯვების და ამ გამარჯვებას ჩვენ მოვიტანთ ხვალ ყველანი ერთად და არ მოდის დიდი გამარჯვება თავდადების გარეშე. თავდადება არის ის, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. თავდადება არის ის, რასაც აკეთებს ათასობით საქართველოს მოქალაქე. თავდადება სულის შთამბერავი არის ბრძოლის უნარიანობის, სულისკვეთებისთვის. დიახაც, თავდადება თუ არ არის დიდი მიზნების შესრულება გამორიცხულია. ჩვენ ეს თავდადება დღეს მორიგჯერზე ვნახეთ, ხვალ ჯერი არის ჩვენზე. საქართველო გაიმარჯვებს. არა რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსი, მაგრამ საქართველო გაიმარჯვებს. ამისათვის ზვარაკად მისი თავისუფლება შესწირა ჩვენმა მეგობარმა მიხეილ სააკაშვილმა და ყველანი ერთად ხვალ დილის 8 საათიდან მივდივართ საარჩევნო ურნებთან და ვიბრძვით თითოეული ხმის დასაცავად. ვიბრძვით და ვიმარჯვეთ და განსაკუთრებით ვიდა ვთხოვენ ნაციონალური მოძრაობის კვლავ ამორჩევლებს და მხარდაჭერებს დავრჩეთ ჩვენი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით. ვიბრძოლოთ თითოეული ხმისთვის და დავიცვათ თითოეული ხმა. გამარჯვება ძალიან ახლოს არის, ხელის გაწვდენის მანძილზე არის და ყველა პატრიოტი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ხვალ თუ არა ზეგ აუცილებლად იზეიმებს ჩვენთან ერთად, სხვა საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დიდ გამარჯვებას, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად მოვუტანთ ამ ქვეყანას და მომავალი ამით იამაყებს. მომავალი ამით იამაყებს, ვინაიდან ხვალ საქართველოს ახალი ისტორიული ფურცელი იწერება. დიდი მადლობა, მაგრად იყავით, ეს ბრძოლა იქნებოდა და ვიცოდით და არის წლების განმავლობაში იავარდებით მოფენილი არა ეკლიანი გზა, მაგრამ ამ ეკლიან გზაზე ჩვენ გავდივდით, დიდი წარმატება, დიდი ამოცანები და დიდი მიზნები სხვანაირად
უბრალოდ არ მოიპოვება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სხვისი ხელიდან არის გლეჯვა არ გამოდის არც ერთ საქმეში, მით უმეტეს ქვეყნის სასიყვარულო საქმეში, პატრიოტიზმს როდესაც ეხება, ამიტომ რა გვიშლის ხელს, ვართ ძალიან ბევრი, ვართ იმაზე მეტნი ვიდრე ოდესმე ვიყავით და ყველანი ხვალ დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე საარჩევნო ურნებთან გამაგდით, მაგრად იყავით და გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, სუვერენულ საქართველოს და დამოუკიდებელ საქართველოს. დიდი მადლობა.